ესეთი მავნებლური მოღალატებრივი გზავნილიო, რომ მარო მაყაშვილის სიკვდილი დააბრალო საკუთარი ქვეყნის მთავრობას მაშინდელს და არა მტერს. რუსეთმა კი არ მოგვიკლა მარო მაყაშვილი. არა მაყაშვილი მოგვიკლა იმ ხელისუფლებამ რა. და კამპანიაც ერთ 25 თებერვალთან დაკავშირებით ამ დღეს რო ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირი ქებას დაიწყებს საბჭოთა რეჟიმის ცდილობისთვის თანთქომია რომ ამ დღეს შემოვიდნენ და დაგვიპყრესო და მე არის ქება საბჭოთა პერიოდის რომ თურმე ამ დროს აღორძინებულა საქართველოს და ცინიზმი მიდის რა ზღურამდე საბჭოთა რეჟიმის ლამის პლუსად წარმოაჩინეს რომ მის პირობებში თურმე აღმოჩნდა ეროვნული მოძრაობის ნაპერწკალი და ის რომ ამ რეჟიმმა დახოცა საქართველოს საეროდო სასულიერო ელიტა 100,000 ადამიანთან დახვრიტა ან გადაასახლა ან მორალურად გაანადგურა ის რომ ჩვენ რომ ეს არ მოხსნოდა დღეს სად ვიქნებოდით ის რომ ყველა ჩვენი სამეცნიერო ინსტიტუტი რომელსაც დაფუძნდა იქამდე და ხო მე რომ რაღაცა შევძელით როგორც საზოგადოებამ ამ ჯოჯოხეთის პირობებში ეგ ამ საბჭოთა რეჟიმის დამსახურება კი არ არის ხალხს რომ მიმართოთ რომ ვინც აი ესეთ ცინიზმს გთავაზობს გამორიცხულია რომ საქართველოს ბედი მისთვის იყოს ძვირფასი და ამ განცხადებაში თუ წერია რომ ეს იყო სოციალ-დემოკრატების შიდა დაპირისპირების შედეგი ანუ ყველაფერში ცდილობს რომ საკუთარი ქვეყნის ნაწილი ხელისუფლება დაადანაშაულოს და მტერი გაათეთროს იმიტომ რომ თუ მტერი არ გაათეთრა თუ ეს საფრთხე არ დახატა ესეთი ბუნდოვანებით ამ რეჟიმმა, მაშინ მას გზავნილიც აღარ ექნება. აი რატო უნდა იყვნენ ხელისუფლებაში? ერთ-ერთი გზავნილი აქვს, თქო რომ ჩვენ ვართ და ამიტომ თქვენ დღეს რუსეთი არ გბომბავთო. სიმართლე კი მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ ამ გზავნილებით იწევენ მტერს, ხვალ თუ არა, ზეგ თუ არა, უახლოეს მომავალში მეტი აგრესიისკენ. ეს ბევრჯერ გვითქვია და ბევრჯერ რომ გავიმეოროთ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი უკრაინაში საბოლოო გადაწყვეტილებისა, რაც მიიღო რუსეთის ხელისუფლებამ, პუტინის ხელისუფლებამ, რომ ფართომასშტაბიანი აგრესია დაეწყო, იყო უკრაინაში მყოფი პრორუსული პოლიტიკოსების განცხადებები, რომ აქ თქვენ მიგიღებენ დაპირისპირება დასავლეთთან. ეგ არის მოწვევა მტრის, ეგ არის სწორედ მსხვერპლის გამოწვევა. ყველა განცხადება რაღაცა მულტივექტორულ არჩევაზე და მით უმეტეს დაპირისპირება თავისუფალ სამყაროსთან არის მოწვევა რუსული აგრესიის. და ეგ გზა რას ნიშნავდა ჩვენმა ბაბუებმა გაიარეს საკუთარ თავზე და ჩვენს ვინც მაშინ დავიბადეთ გვახსოვს რომ გავახციეთ აქედან ასევე მსხვერპლის ფასად ეროვნული მოძრაობის და 9 აპრილის და ასე შემდეგ და ეხლა ამ ხალხს უნდა რომ იქ დაგვაბრუნოს და კადიროების საჯიჯგირი გახადონ საქართველოს ეს ყველას უნდა ესმოდეს ვინც იძახის რომ იცი რა ნუ ხო არ ღირსო დავთმოთ თავისუფლება მნიშვნელოვნად რომ უსაფრთხოება დავიცვათ და ის ცნობილი გამონათქვამი საზოგადოება რომელიც უსაფრთხოებისთვის თავისუფლებას თმობს ორივეს დაკარგავს ჩვენ შემთხვევაში პირდაპირ ასე არის თუ იქნებით სუსტები იზოლირებულები პარტნიორების გარეშე თუ იქნებით ქვეყნის შიგნით დემორალიზებულები და თუ მტერს უგზავნით აი ამ სიგნალს რასაც ივანიშვილი აკეთებს ეგ არის მოწვევა კადიროების რომელიც აქ იბოგინებენ ამას აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი ოღონდ ცდილობს საზოგადოება მოატყუეს რომ აი ამ ყველა ნაგავს ამ ყველა შარს გადაყარა იმიტომ რომ ვითომ მშვიდობაც იცავს პირიქით ეს არის ის ხალხი ვინც ჩვენ უსაფრთხოებას ყველაზე დიდ ნაღმს უდებს